მოგესალმებით. ადამიანმა, რომელმაც 17 წლის ასაკში სოფელი იგოეთი დატოვა, დედაქალაქში სწავლის გასაგრძელებლად ჩამოვიდა. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 28 წლის ასაკში გათხოვდა და პატარა თინანო შეეძინა. სამწუხაროდ მისი ოჯახური იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა. თვლის რომ მისი ცხოვრება რისკი და აზარტია. სიმაღლე 178 სანტიმეტრი, წონა 58 კილოგრამი. საყვარელი ბრენდი, დისკვაერი და ადიდასი. ამბობს, რომ მოსწონს ტიპური ტიპები. აქსესუარების მოყვარულია, საათის, სათვალისა და საფულის გარეშე სახლიდან არ გადის. მართალია არ ეტყობა, მაგრამ გემრიელი კერძების მოყვარულია. დღეს ჩემთან ერთად 18+-ის მენიუს გაეცნობა დრამისა და კინოს მსახიობი, უკვე ტელეწამყვანი მაკა შალიკაშვილი. მოგესალმები მაკა, დაბრძანდი. მოგესალმები. შეიძლება ეს მოვიწრო? რა თქმა უნდა, ნიღაბი უნდა მოიწრო და დადო. იცი რა არის, მე გამარჯობა, მე როდესაც რეპეტიციას ვიწყებდით ხოლმე ბატონშალა გაწერილესთან, ყველაფერს ვიხსნიდით, იმიტომ რომ უნდა გათავისუფლდე საერთოდ რაღაცეებისგან, რომ კარგად გამოგივიდეს საქმე, მიხვდი? და ამიტომ ესე გავაკეთეთ ჩვენც. კარგია, ეხლა თავისუფლად ხარ. ისე ძალიან მომწონს თქვენი სტუდია, ძალიან მომწონს ეს არაჩვეულებრივი მსახიობები. ჩემი უსაყვარლესი ადამიანის, ჩემი ძმა არის დათო შალიკაშვილი, გიჟდები ისე მიყვარს, ნუ ბატონ ამბინაზე რა თქმა უნდა ზედმეტია საუბარი. და მოკლედ მომეწონა შენი წარდგინება, წარდგენა უბრალოდ. იგოეთი დატოვა, იცი რა არის? იგოეთი ცოტა ისეთი ნათქვამია, ვერსოს ვერ დატოვებ. რაც არ უნდა მოგინდეს, რომ დატოვო და წამოხვიდე. მე რაღაც პერიოდში მინდოდა ხოლმე, რომ ეს კუთრი დამეტოვო და საერთოდ აღარ გამეხედა იქით რაღაც. იქ ცხოვრობ ახლა? მე ხა იქ არ ცხოვრობ, რანაირად ცხოვრობ. ესე იგი დატოვე. ნუ დავტოვე, იმიტომ რომ ადგილსამყოფელი იქ არ იყო თეატრალური ინსტიტუტი, თორე იქ რო ყოფილიყო თეატრალური ინსტიტუტი, აი ვინც აქ ჩამომსვლეს რა უთხარი მე. არაფრით არ დავტოვებდი, მართლა. იქნებოდი იგოეთში, ჩემს სახლში, ჩემს საყვარელ და წამყვანი მსახიობი იქ. რა თქმა უნდა, იგოეთის თეატრის. ჩვენი წესი არის ასეთი გადაცემის, რომ უნდა შემოგთავაზოთ მენიუ და შენ ჩახედე ჩვენს მენიუს და რასაც გადაწყვეტ რომ განკვირთვისთვის, შეგიძლია მე მიმსთხოვრო მენიუ შემოგვიტანო სტუდიაში. ალკოჰოლთან როგორ ხარ? ხუდი ცოტა ხელს მიშნე. ხუდი თუ გაწუხებ შეგიძლია არა, თან არა, ლამაზი ვარ და მინდა რომ ესე ვიყო. კი ბატონო, ჩახედე. რომელი კამერაა ჩემი? ყავა, უნალექო, ჩაი, ღვინო. ალკოჰოლთან როგორ გითხრა? არ ვარ კარგად, სამწუხაროდ. ნუ ესენი რასაკვირველია. ძალიან მინდა რომ კარგად ვიყო, მაგრამ ნუ არ გამოგვდის რაღაცა ურთიერთობა. რას მიირთმევ? მაგრამ ამ შემთხვევაში მოდი ცოტა წითელი ღვინო გააქვთ? კი ბატონო, წითელი ღვინო, მეც ასევე წითელი ღვინო, დიდი მადლობა, გამოვართით მენიუ. ხო, ნუ ეს იმიტომ რომ ერთი ჭიქა სასარგებლოაო და იცი რა მითხარი, გაქვს თუ არა რაღაც ისტორია შენებური, ვიცი რომ ალკოჰოლთან ცუდი დამოკიდებულება იმიტომ გაქვს რომ ხანდახან არ გახსოვს როგორ გამოდიხარ შემდეგ. არა, გითხრა. ალკოჰოლთან არ მაქვს, მე რაღაც ტაბლეტებს ვიღებ და ამიტომ არ შეიძლება ერთად ეს ყველაფერი რომ არ გავიზიაროთ ცნობილი მე ვტიროდი, რომ სიუტნივესტონი მოკვდა და თან ჩემთან დავტიროდი თან. დასამშვიდებელი ტაბლეტები. კი, ნუ რაღაც ესეთები და არ შეიძლება ერთად ამების ძალება, ნუ მოკლედ თან არ მომწონს ეს თრობის მდგომარეობა და თან მერე მთვრალი რომ ნახა მთვრალი ესეთი რაღაცა არასოდეს არ ვარ, მაგრამ ყველას გონივა რომ ვარ ძალიან მთვრალი, იმიტომ რომ ისე ვერთობი და ისეთ რაღაცებს ჩადივარ ხოლმე, რომ აი შენ ეხა ასეთ მდგომარეობაში ალბათ აუცილებლად ხარ, ნუ აი ძალიან ბევრი გაგდალევ და ამ დროს საერთოდ მხიზელია. ნუ ეგ საკეთება, მაგრამ ეხა მომივიდა საოცარი ინციდენტი, ვიყავი ნასვამი, ღამე, გვიან, ველაპარაკებოდი ჩემ მეგობარს და ესე ნაში შესვლის დროს სუპერმარკეტში შევდიოდი და მეცა ეს მაწანწალა ძაღლი და დამგლიჯა. ხო, აი ესეთი საშინელება დამემართა და ნუ მოკლედ მერე დააცრილი ხარ. მოვიდნენ ეს არა გაიარა ამ ყველაფერმა.
მოვიდა ეს და არ ამცრეს, იმიტომ რომ ალკოჰოლი მქონდა მიღებული და ნუ მე ამ ცერით ვიძახდი, მაგრამ ისეთი მდგომარეობა იყო, რომ არაფერთ არ შეიძლება. ხო, ეს გლეჯენ ხოლმე ესენი, რა ქვია. ყვითელ პრესასთან როგორ ხარ? მართლა შესანიშნავად. კი ბატონო, როდესაც კითხულობ შენს, თქვათ, ინტერვიუს, ყველაფერი ზუსტად ისე წერია, როგორც შენ ამბობ? აი, იცი რა არის, ხანდახან ყველაფერი ისე ზუსტად წერია ხოლმე, რომ ბრაზდები ამაზე. იმიტომ რომ ცოტა მაინც უნდა შეასწორო რაღაცა ეხლა, რაღაცა რო ვთქვი ისეთი და შორისდებული გავურიე და ან რაღაცა აუწყობელი წინადადება შეიძლება ვილაპარაკო. შენ ჟურნალისტი რო ხარ, ხო უნდა დააწყო, არა? ყველაფერი ხო არ შეიძლება ზუსტად ისე გაუშვა. ხო? ნუ ესე იგი ძირითადად და ამაზე გავბრაზებ. გრამატიკასთან აქვს პრობლემა. კი, რაღაცა მithოვია მაგალითად, რომ აი არ თქვა ეს, არ დაწერო. ამას ესე გეუნები მეждუნამი ამბავი და. მოდი ერთად გადავამოწმოთ შენი სიტყვებიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს კითხვები. მართლა, ჩემი ნაბორღიალები. და გავაკეთოთ ისეთი აი კითხვების შემოტანის ტრადიცია გვაქვს ჩვენ არაჩვეულებრივი. თა როგორ მომწონს ეს ბიჭი, სულ ვეუნები ხოლმე რა კარგი ხარ მეთქი, სადაც დიდი ნახულობ. მადლობა. და მაგარი ბიჭია. დავიწყოთ. დიახ. ამუნარიდი. ერთ-ერთი ინტერვიუ. მიდი, დაიწყე. ბევრი რთული პერიოდი მქონდა. მე და ჩემი და თბილისში პირველად რომ ჩამოვედით სასწავლებლად. კაი, ესე ნუ მამიდასთან ცხოვრობდით. შემდეგ კი ცალკე გადავედით საცხოვრებლად. თბილისის თითქმის ყველა უბანი გვაქვს მოვლილი, ძალიან გვიჭირდა. დღესაც ასეა, ხო? ასეა, შენ დღესაც მოგზაურობ სახლიდან სახლზე. კი, ოღონდ მე არ მინდა რომ ცოტა ისე დავამძიმოთ, არა, არ დავამძიმოთ, მაგრამ ნუ ხო, იყო არის გრძელდება ეს პერიოდი სამწუხაროდ, იმიტომ რომ მაგრამ რაღაცა ასაკში ამ ყველაფერს თითქოს იტან. ამ მომთაბა ბოშურა ცხოვრებას რაღაცა მიდიხარ, მოდიხარ, ანუ არ გაინტერესებს, არაუშავს, იქი ცხოვრებ თუ აქ იწო. მართლა მოვლილი მაქვს ყველა უბანი, ყველა ნუ არა, მაგრამ აი პირველი უბანი რომელი იყო სადაც დასახლდით? ნუ დავსახლდით ვერცხლის ქუჩაზე მამიდასთან. ხო, იქ და ნუ შემდგომში მერე იყო როგორ ირჩენდი თავს, როდესაც მარტო გადახვედი საცხოვრებლად? იცი რა შეასაქმე, ვირჩენდი, იმიტომ რომ რამდენი ძგა იმდენი ყოფნის. მე ხარ ეს არ არის მარტო ჩემი ნათქვამი, მე მქონდა სპექტაკლში 14 ლარი, etc. ანუ ეხა გეტყვი, ინსტიტუტში რო ჩავაბარე, ვიყავი ვერიკო ანჯაფარიძის სტიპენდია, ძალიან მაგრად სწავლობდი. სულ მაღალი ისინი მყავდა, ნიშნები. იმიტომ რომ ვიცოდი, რომ სხვა შანსი არ მქონდა, იმიტომ რომ უნდა მიმეღო ესეთი, ანუ აქ ამით 60 ლარი იყო მანეთი და 50 ლარს ვიხდიდი, თაწმინდაზე ცხოვრობდი ბინაში. ანუ 10 ლარიც რჩებოდა. 50 ლარს ხდიდი ბინაში? ბინაში, ხო, ლარს, კი არა, მანეთს თუ რა ვიცი რა. აი მე ძალიან ბებერი ვარ, ეხლა რაღაცა ეს ლაპარაკობ. არა, ნუ იყო მე ფაქტია. ხო, ნუ რაღაცა 50 მახსოვს, ალბათ ესე ვიხდიდი და ნუ რჩებოდა რა, მოკლედ. ცოტათი რჩებოდა. მე ჩემი ძალიან მაგარი მეგობრები მყავდა თეატრალურ ინსტიტუტში. ჯერ ბერიკაშვილებთან ცხოვრობდი, იმათთან ჩემი გოგინი მქონდა. გიგი ბერიკაშვილი ჩემი ნათლია და მაგის მოკლედ მამას მეგობარია და ნუ რომ ესეთი საოცარი ადამიანი ხო ვიყავი ამ იგოეთში ძალიან გამორჩეული და რაღაცნაირი. ხო და არაფერი დავდიოდი რამე ესეთი კი არ მეცვა, გრძელი კაბა მეცვა, დახეული ჩექმები და პაპას პალტო. და ამიტომ ვიყავი რაღაცნაირი, რა ვიცი. მე ქეთი იყო ერთი ჩემი მეგობარი კიდე, რამიშვილი, მასთან ცხოვრობ. კარგი, დღეს როგორ ცხოვრობ? დღეს დასთან ერთად ცხოვრობ, ვერ ვიშორებ, ვაგდებ არმიდის. თინანოს უვლიან მისი მამის ოჯახი, მამა და მისი ოჯახი. ამ ხრივ ნაკლებად პრობლემები არ მაქვს. მე მაქვს თინანო რატის ოჯახმა კარგად მიიღო? თინანო მიიღო, რა ვთქვა, თინანო დაიბადა იქ, რატის ოჯახმა, ну აი მიიღო ესეთი თემაა. რას ქვია? ხო, იმიტომ რომ ვიცი რომ წინააღმდეგები იყვნენ, ანუ არა, თინანოს წინააღმდეგები არის. თინანოსი არა. აი, თინანოს წინააღმდეგები რომ არ იყვნენ, ზუსტადაც იმიტომ მიიღეს ეს ყველაფერი, რაც მოხდა. თინა საერთოდ ძალიან გამორჩეული ბავშვია, რა მხრივ იცით,
სილამაზის შეგრძნება აქვს ძალიან ესეთი კარგი და ყველაფერზე აბსოლუტურად რეაგირებს ბავშვი, როცა არის რაღაცა ლამაზი. ლექსები იცის თითქმის აი ორი წაკითხვა საკმარისია, რომ ლექსი უკვე თითქმის ზეპირად იცის. სად მიდის დედიკო, ბაღში რო რჩები შენ? სად? ტელეკომპანიებზე შინდის. და რა საკეთებს ტელეკომპანიებზე შენ? ლაპარაკობს და მე და ჩემი დეიდა ვუყურებთ. დავხატე ზღვა და ფერიები და გოგოს უვარდება თოჯინა ზღვაში. ბევრჯერ მინდოდა მიმტანად მემუშავა, რომ თავი მერჩინა. ერთი პერიოდი ერთ-ერთ კაზინოში დავდიოდი და ვსწავლობდი თეფშების მიტანას, რომელიც საჭმელთან როგორი ჩანგალი უნდა დამედო ვფიქრობდი. ისე როგორც ამას ჯულია რობერტსის პერსონაჟი აკეთებს ფილმში ლამაზმანი. კი. ჯულია რობერტს მაგ ფილმში ძალიან უმართლებს. ხო, მეც გამიმართლებს, ალბათ. იმედი მაქვს ძალიან ყოველ შემთხვევაში. ჯულია რობერტსმა რაღაც სხვანაირი არა, ნუ ეხა ჯულია რობერტსის ცხოვრებაა, ჩემი ცხოვრება თქო და ზუსტად იგივე გზას გავდივარ თქო, ეს არ მithქვას. მე ვთქვი კონკრეტულად იმ წუთას, როდესაც ის ეხება ესეთ ანუ სერვიროუკა, როდესაც არის და რო არ იცის რა გააკეთოს და ნუ იქ საშინელებებს რო შევა. ამ შემთხვევაში ვთქვი მე, თორე ისე რატომაც არა. რთული იყო ფეხის მოკიდება დედაქალაქში. იცი რა არის, რთული იყო არა, რა ვიცი, არ ვიცი, ალბათ რთული იყო. მე ყოველ შემთხვევაში იქ უფრო რთულად ვიყავი, ვიდრე აქ რო ჩამოვედი. ნუ იქ რთულად ვიყავი იმ მხრივ, რომ სოფელი ცოტა მოწყენილობაა იქ. იცი რა, როდესაც იყო ზაფხული ხოლმე, მოდიოდა ზაფხული, ძალიან გვიხაროდა ბავშვებს იქ, რომ რაღაცა ჩამოვიდოდა ვიღაც დამსვენებელი, რაღაცა ცოტა გამოცოცხლდებოდა სოფელი. და მე ეს ყველაფერი რომ მიდიოდნენ ისინი და გტოვებდნენ, თქვათ, როდის აგვისტოს ბოლოს. ნუ იცით როგორ განვიცდიდით ბავშვები, ტიროდით. და მე ნუ აი ზამთარი, მოწყენილობა, რუტინა, ეს რაღაცა, ეს ერთი და იგივე, ერთფეროვნება, წადი სკოლაში მოდი, რაღაცა, ნუ აი მოკლედ რა. და ნუ ვიყავი, ნუ აი რაღაცა ესეთი ცოტა მოწყენილი იქ. და მთელი პრინციპში ბავშვობამ გატარებული, აი ძალიან მიყვარდა პოეზია, სულ კითხულობდი, სარკის წინ ვიჯექი და ხმამაღლა ტიროდი, ვიცინოდი, ნუ აი ესე რაღაცა ვირთობდი თავს. და სად მუშაობდი? მუშაობდი სად? არა, სად მუშაობდი? მე თეფშების დარეცხვა, ბარში არა, ეს ეხლა გითხრა, როდესაც ჩამოვედით აქ, ჩვენ ეხლა ჩამოვედი, ნუ რა, მანამდე ჩამოსული ვიყავი, მე აქ თეატრი პრინციპში შემიყვარდა, მამიდას დავყავდით ხოლმე ძალიან ხშირად. მოსახლეობათა თეატრი იყო და ნუ იქ რაღაცა ცირკი იყო, რაღაცა საღამოები იყო, ფილარმონიაში მახსოვს რაღაც კონცერტებზე დავდიოდი, თოვლის ბებოს ზღაპარი მახსოვს ძალიან. ბავშვს ყველაზე ძალიან, იცი არის, მე მახსოვს ბავშვობა ყველაზე ძალიან კარგად და ბავშვობის მოგონებები თორე. ეხლა რომ ვკითხო გუში რა ხდებოდა და სად იყავი, ძალიან დავფიქრდები და მერე გეტყვი რა. თეატრის გარდა არსად არ გიმუშავია? იცი, აი თეატრის გარდა ზუსტად მაგას გიხსნი. არსად არ მუშავე, ვაპირებდი მუშაობის დაწყებას კაზინოში. ევროპა იყო, მაშინ ახლად იხსნებოდა. ვიარე მოკლედ ამ მაშინ კაზინოში, შემიკერეს ტანისამოსი, მე ძალიან სასაცილო ვიყავი. დამქონდა ეს რაღაცებს სწავლობდი, ეს უნდა მივიტანდეს, ეს და მე ესრისთვის არის რაღაცა ფეხსაცმელი წავიდი და უცბად აღმოჩნდა ესეთი რამ. რომ ჩავდივარ თეატრალურ სარდაფში, რაღაც დარეკვა მინდოდა. ალბათ სახში ტელეფონი არ მქონდა და მეთქი ვისარგებლებ და სარდაფში ჩავალ და დავრეკავ. არ ვიცი. არც მობილური არ მქონდა. იყო მაშინ მობილური? არა მგონი არ იყო. ან იყო, მაგრამ არ მქონდა. ეხლა საიდან მექნებოდა? ეხლა მე მობილური ტელეფონი და ისა, კაი ცხოვრება.
ხო და ჩავედი მოკლედ ამ იმაში სარდაფში და დამარეკინე რაღაცა თქო და ისა ფუმფულები საყვარლები იქ იჯდნენ მარინა და ნანა და ისა და ძალიან მომწონდა ეს თეატრი და სულ დავდიოდი ხოლმე სპექტაკლებზე და ძალიან მიყვარდა ეს მსახიობები და ამოდის ზუკა პაპუაშვილი და ვრეკავმე და შენ ოდისო ვიციო ჭოლა გეძებსო და მithქარი ვაი რატო და რაღაც სპექტაკლს გავთო და რაღაცა ესეთიო გოგო გჭირდებაო გვინდაო რაღაცნაირი გვინდაო მაღალიო და რაღაცნაირიო რა იყო შენი პირველი როლი აი ეს ეტსეტერაში რაღაცნაირი ეს იყო ყველა საყვარელი სპექტაკლი არა მარტო ჩვენთვის ვინც თვითონ იქ თამაშობდით მონაწილეებისთვის დღემდე მე მგონი ესია არამედ მაყურებელი ერთხელ და ორჯერ კი არა 10 ჯერ 15 ჯერ 20 ჯერ ნახულობდა ამ სპექტაკლს და ეს იყო ყველაზე მაგარი პერიოდი და მე მახსოვს როდესაც პირველად გავედი სცენაზე დამიგობდა ყურებ თან გახსოვს სარდაფში ესეთი სცენაა ავან სცენა არ არის პირდაპირ მაყურებელთან ხარ და რომ გამოვედი მთელი ყურები დამიგებდოთ ვერაფერს ვეღარ ხედავდი და მახსოვს ერთი რამე როდესაც დამთავრდა ჩემი სცენა გავედი და მაყურებს ტაში იყო და ბესო ბარათაშვილი არაჩვეულებრივი უნიჭიერესი ადამიანი ვიძია ეს არასოდეს არ დაივიწყო ამას მოპოვება უნდა შენი სიტყვებია საკუთარ თავს კი არ ვაიძულებ რომ კეთილი ვიყო უბრალოდ ეს ბუნებრივად დევს ჩემში სიკეთე მაძლებინებს ძალიან მოსიყვარულე ვარ მოსიყვარული ადამიანი შენ ძალიან რაღაც კარგ რაღაცებს მიკითხავ მე მეგონა რაღაცებს ისეთ წამიკითხავდი რომ გავბრაზდებოდი და ეს არ მithქვავს რანაირად დაწერეს კარგი გოგო ხარ იქამდეც მივალთ მართლა მეც მივალ მე ვისწავლე ეგეთი რაღაცები კი ძალიან კეთილი ხიფათიანი ხარ ნუ რა ვქნათ ცხოვრებამ ესე მასწავლა რაღაცები და შენ ცხოვრებაში გეტყვი ჩემო საყვარელო ანუკა იცი რა შეა საქმე მე ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში ღმერთს რომ ვიშვი ესეთი როგორიც ვარ მე ნუ რა თქმა უნდა ის რომ გენეტიკა მამა დედა წინაპარი იცი არავინ ჩემსთან ჩემს საახლობლოში ჩემ გვარში აგერ აი ჩალიკაშვილები როგორები არის აი ეკეთები არიან რაღაცნაირები არიან კეთილები ვართ ანუ სიკეთე იცი თუ არ იშვი ესეთი კეთილად ნაშობი თუ როგორ გითხრა არაფერი შე რაც არ უნდა არ რაღაცა იფიქრო რომ არა მე მაინც მინდა ფიქრობ შენზე როგორ კეთილშობილესიაო თუ არიან ადამიანები რომელიც ძალიან გაბრაზებულები არიან შენზე არა არიან ხოლმე გეტყვი არიან ხოლმე გაბრაზებულები მე საშინელებებს ვაკეთებ რომ ის იმათ ასე იფიქრონ რომ ეს ვინ არის ეს საშინელი ადამიანი ეს მართლა ბოროტ ცუდი ყოველმხრივ უარყოფითი პარაზი აი რაღაცა საზიზღარი მაგრამ აი იმ წუთში არ ვიცი მაგრამ დრო რო გადის მე ხვდებიან რომ ესე არ არის შეგიძლია უცებ გაბოროტდე მაგრამ მაინც ეს გაბოროტება არ გაგყვეს დიდი ხანი არა არ მიმყვება და მე იცი რა არის მე ამისთვის რამეს კი არ ვაკეთებ უბრალოდ აი მომენტში აფექტში რაღაცები მემართება ხო და არ ვიცი რაღაცა თავს მქონდა პერიოდები როდესაც თავს არ ვეკუთვნოდი მართლა ცოტა შემაშინე ხო ანუ აი შემიძლია მაგრამ შემიძლია რა ვაკეთებ ესეთ საზიზღრობებს Smart and young and all you want is fun cause you're young getting ready going to the club getting crunk but I think about you every time I'm tipsy every time I leave I know you miss me reminiscing back when they used to kiss me and that's every time you're next to me all you have to know is that I'm your man and that I want you to understand without you ain't a man ყველაფერი მართლაც ძალიან ლამაზი იყო მაგრამ თინენოს დაბადების შემდეგ ყველაფერი დაიკარგა.
მთელი სიყვარული შულზე გადავიტანეთ და ამით ჩემს და მეუღლეს შორის ყველაფერი დამთავრდა. ჩვენი სიყვარულიც აღარ განვითარდა. ჩვენი დაშორების შემდეგ დიდი დრო გავიდა და ახლა უკვე ბევრ კითხვას გავეცით ჩემთვის პასუხი. დიახ, სამწუხაროდ. რატომზე ბევრი იმიტომ იყო და თან ყველაფერი არა. არა, ყველაფერი არა, მე ხა მეგრე მთლად ვერ იმას ვიზავ ჩემ თავს, რომ მე ვარ ყველაფერში დამნაშავე თუ რაღაცა ნაშუაში. ასაკობრივი სხვაობა უფრო იყო შენს და რატის შორის დაშორების მიზეზი თუ თინანო? თინანოს შემდეგ რატომ დაიკარგა ეს ყველაფერი? არა, ცუცულა ყველაზე საყვარი. ცუცულას ნუ რაღაცნაირად ნუ იმაშვები შენ, ბრალი რაღაცა. არა, თინანო არის ყველაზე მაგარი ადამიანი, ყველაზე მაგარი ქალი. ვაფშე ჩემ ცხოვრებაში და აი თუ რამ მე ვერც კი წარმომიდგენია ჩემი თავი მის გარეშე რომ ეხა ესე ვიჯდებოდი აი ამ აქ რაღაცა ჩემი საყვარელი დიზაინერის თინათინ მაღალაშვილის კოსტიუმში და ისა რა ქვია რაღაცებს ვილაპარაკებდი თინანო რო არ იყოს მე არ ვიცი საერთოდ რა ვიქნებოდი და ვინ ვიქნებოდი თინანომდე იყო ჩემი პროფესია, ჩემი საყვარელი საქმე, ვგიჟდებოდი. და მამაკაცი. ვგიჟდებოდი ჩემ საქმეზე, გეტყვი ხა მაგარამეს. და აი ძალიან მიყვარდა სცენა არის ჩემთვის ყველაფერი, მართლა. აი მართლა მავიწყდება ყველაფერი იქ. მართლა ვინ ვარ, რა ვარ, რაღაცა და უცბად ამ ყველაფერმა რატომღაც დაკარგა აი რაღაცა 28 წლის ასაკში ვიყავი უცებ მომინდა არა მე მინდა შვილი და სხვათა შორის ერთ რამეს გეტყვი მე ვწერდი 12 წლიდან დღიურებს ნუ ხა ყველა ბავშვი წერს ხო და მიწერია ეგეთი რამე ანუ აი აქედან გამომდინარე რომ მინდა ყველა გაითვალისწინოს ჩამეწერა რა აი ჩამეწერა რა მოხდებოდა რომ ჩამეწერა და მიწერია ესეთი რამე ჩემი ოცნება მინდა მყავდეს შვილი საყვარელი კაცისგან და მინდა ვიყო ცნობადი პატივცემული ადამიანი საზოგადოებაში თუ რაღაც ეგეთი რაღაცა. დამეწერა თქო რომ მქონოდა ოჯახი, ქმარი, შვილები, აი მინდა მყავდეს შვილი საყვარელი ადამიანისგან. აი ისე აგისრულდა ყველაფერი. აგისრულდა. რატი იყო ჩემთვის ძალიან საყვარელი ადამიანი. იმდენად ორგანულია ეს თავის სისულელეები, რაც მას აქვს. გადაცემის სპონსორია სილამაზის სალონების ქსელი მელანჟი პროფესიონალთა გუნდის შემოქმედება თქვენთვის მისამართი ვაჟა-ფშაველას გამზირი 32 ტელეფონი 239 6301 რატი იყო 18-ის და შენ იყავი 28 წლის? ნუ ხო რატი იყო 18-ის მე ვიყავი 20 რამდენი 28 წლის. 28-ის და პატარა ბავშვი შეაცდინე. პატარა ძალიან გავბრაზდები ხა იმას გავხარ, რა ქვია. არა, ამბობ. კონკიას დედინაცვალს. ხა მაგით რაღაც. არა. აი ხა მაგას. არა, ამბობდნენ. ანდა, კონკიას დედინაცვალს შვილებს. აი ნუ მეუნები ეგეთ რაღაც. კარგი ბატონო. არა, ეხა გეტყვი ერთ რამეს. იცი მოსვი, ცოტა თუ გინდა ღვინო. მოსავ, ეხა ეს შეაცდინა და ისა. რა ქვია? არ ამბობდნენ ასე ხო არის ეს საერთოდ საზოგადოებაში დამკვიდრებული მეთოდია ისაუბროს ხვის ცხოვრებაზე. აპრობირებული მეთოდი. ხო ამბობდნენ რა, მაკაშალიკაშულმა 18 წლის ბიჭი შეაცდინა. როგორ შეაცდინე? აი ვინ შეაცდინა? რა უთხარი ამისთანა რომ ესე შეაცდინა? ესე უშებოდი ხო? ესე აკეთებდი? ატი. Aşağı.
ოჯახი ალბათ ძალიან წინააღმდეგ. ოჯახმა სკანდალები გქონდა, ხო? იცი რა, რატი იყო ძალიან საყვარელი და ძალიან ლამაზი და ძალიან წესიერი და ძალიან მომწონდა ფიზიკურად. ხო და იქ რაღაცა დადოძღიავებდა სარდაფში, დადიოდა ხოლმე რაღაცებს აკეთებდა. აი მეც სულ იქ ვიყავი რა, წარმოიდგინე, სარდაფი იყო რაღაც ჩემი სახლი. ხო, აი საცხოვრებლად რაღაც გამოდიოდი და სარდაფში ვიყავი ბედნიერი. და ესაც ხო იქ იყო სულ და არაფერი დედას გეფიცები, არ მიფიქრია რომ ამ ბიჭთან ვაიმე ეხლა რამე. იმიტომ რომ ნუ მივხვდი რომ რაღაცა პატარაა. მაგრამ არ ეტყობოდა, საერთოდ ლაპარაკობდა ნაკლებს. და ძალიან ისეთი და დარბაისელი ხო და ამიტომ ვერ შეატყობ რა ადამიანს ამ დროს. ხო და მე ერთხელ ვისაუბრეთ რაღაცა, ვისაუბრეთ იმაზე. შოპენგაუერზე, რა ვისაუბრეთ იმაზე. რაღაც რა შვები რაღაცა ხო ისა ამან მითხრა ერთი გოგო მიყვარდა. იფლირტავეთ. ხო არა, ძალიან გულწრფელად, ხო ძალიან გულწრფელად. ვილაპარაკეთ რომ ისა რაღაცა მიყვარდა, მე რომ რაღაცა ახლა გათხოვდა და რაღაცა განიცდიდა ამას რომ ის მე ვცხარი რა მოხდა ეხლა გათხოვდა ისა შენ არ იცი რამდენს მოუყვანია ცოლი ისა რა ქვია და მეც მწყენია და მტკე დააფე არა უშავს მტკე მე გიშველიო უთხარი არა და ისეთი გულწრფელი იყო და ისეთი საყვარელი და ისეთი რაღაცა თბილი და ისე ყვებოდა ამ ყველაფერს მივხვდი ნახე ხა ეს ისა რა ქვია კონკია საყვარელი და ისა ხო და ნუ მოკლედ მე დავაწყნარე დავამშვიდე მე ნუ ალბათ გამოვართ ტელეფონი თუ რაღაცა და მე კიდე დავიწყე ამის დამშვიდება მესეჯი მივწერე შენ არინერვიულ აი გულწრფელად ნუ აი რა ვქნა ეხლა რა გავაკეთო და შენ არინერვიულ ყველაფერი მაგრად იქნება ნახე შენ როგორი ცხოვრება გექნება და როგორ ყველაფერი კარგად გექნება თქო და ისე აგიხდა ყველაფერი ხო? პატარა ბავშვი გაჩნდა ხო? ნუ ეს იყო რაღაცა მოხდა ჩემ ვალდებულებებს გაიქცა. არა, იცი როგორი რაღაცა მოხდა, იცი როგორ გავოცდი? ისე გამიკვირდა, ისე შოკში ჩავარდი შვილი რო გავაჩინე რა იყო, პირველი და უკანასკნელი ვიყავი, რომ ისე გაგვიკვირდა რომ მე და რა ბავშვს ყავს 9 წლია. წარმოედგინე, გაოცებულები ვიყავით. და მოკლედ ამ გაოცებამ ისე მომიცვა და ისე გავგიჟდი და გადავირიე, რომ თლად გავგიჟდი და გადავირიე და ვიყავი მართლა გიჟი და შეურაცხადი და რაღაცნაირი არ ვიცი. ეს რო ტირო და ვარდებოდი ისტერიკაში რომ რა დააკლდა შენ გაბა. რა აკლდა, ნუ ყველა კაცს აკლდება მაგ დროს. და პასუხისმგებლობა როგორი მამა იყო თავიდანვე? გეხმარებოდა. მეხმარებოდა იმ პასუხისმგებლობას ესეც. არა, მეხმარებოდა, რატი ძალიან მეხმარებოდა, მაგრამ დამერწმუნე მაშინ უკვე სტუდენტი იყო, მთელი ღამეები ბავშვს არ ეძინა. ნუ მოგეხსენებათ რაღაცა, უნდა რაღაცა ღამე იღვიძებს ბავშვი, რაღაცა აჭამო, რაღაცა. ნუ ათენებდა ღამეს, მე მეორე დღეს ინსტიტუტში ეძინებოდა. იქ ბავშვები ყველანი დარბოდნენ რაღაცა ისენი სტუდენტები უხაროდათ და ხა ნუ რატი რაღაცა მივხვდი დააწვა უცებ ბიჭს რაღაცეები პრობლემები. და დღესაც მაინც შენ ანუ თვლი რომ ესე იგი რატი ძალიან სწორად მოიქცა და თქვენ ორივე სწორად მოიქეცით რომ იცი რას ვიტყვი? როდესაც აი იმიტომ რომ ამართლებ არა გეტყვი არა ვამართლებ და რატო ვამართლებ გეტყვი. როდესაც ადამიანს ყავს ცოლი გეტყვი ერთ რამეს როდესაც ადამიანს ყავს ცოლი აი ცოლი და ქმარი ჯვარ დაწერილი ცოლ-ქმარი და ყავს ოჯახი რაღაც მომენტში როდესაც აკლდება რაღაცეები ბევრი კაცები დღეს საქართველოში უამრავია რომელიც ცოლს ღალატობენ და შესაბამისად ცოლებიც ღალატობენ ქმრებს ხო არიან ნუ ალბათ ყოველს თავის ცხოვრება ხო ყოველს თავის ცხოვრება არავინ არაფერს არ ვჯით და არაფერს არ ვაკეთებ რატი არის იცი რატო ყველაზე მაგარი ადამიანი როდესაც მან მიხვდა მე გავბრაზდი რაღაცეებზე, გულიც მომივიდა, რაღაცასაც იმაშვებოდი რაღაც, მაგრამ დღეს აი ამას ვამბობ მე, როდესაც მან დაიწყო
თვალების არა, შეიძლება გაექცა, აი გაექცა თვალი სხვისკენ, მან ჩესნათ, აი კეთი რაღაცა მისგან იყო ეს აქცია, რომ მან დაიწყო ბოლო 1 წელიწადი ალაპარაკდა, რომ ჩვენ დავშორდეთ. მოდი რა დავშორდეთ. სუდად ვიყავი, რაღაცა რთული პერიოდი მქონდა, იგივე თეატრში არ მქონდა როლები, ნუ რაღაცა ყველას აქვს, ხო ეს რთული პერიოდი. და მან აი ბოლო 1 წელი მე ძალიან კარგად მახსოვს, ანუ მე მაგიტო გითხარი, რომ ბევრი რამე გავაანალიზე თქო და ბევრი რატოს გავეცი, იმიტომ პასუხი. ეს ადამიანი მეუნებოდა, რომ მოდი ეგება ჯობს დავშორდეთ. ეგება ანუ იქ უკვე რაღაცა იყო. მიხდი? პირველი სიტყვა მაინც რატი თქვა, ხო? არა, რატი თქვა ის, რომ ჩვენ დავშორდეთ, მე ვეუნებოდი, ნუ სად წავიდე, რა ვქნა, როგორ ვქნა, ბავშვით რა გავაკეთო. ნუ რაღაცა და ბოლოს უთხარი, რომ კაი ზაფხულამდე თქო, რაღაც. ანუ რაღაცას ვიზავ თქო რა. მაკა. ხო. რატი გიყვარს დღეს? რატი მიყვარს, ძალიან მიყვარს რატი, იმიტომ რომ იცი რა, ვერც ერთ ქალს ვერ ეყარება რატი ისე როგორც მე მიყვარს. დავდიოდი გიტარით, იმიტომ რომ რატი იყო პატარა და უწყდებოდა ხა ბიჭით რა რაღაცა გიტარით, მე ფეხძიმებ გიტარით დავდიოდი რომ რატის ესწავლა გიტარაზე დაკვრა, იმიტომ რომ ვიცოდი მე რომ უფრო ეფექტური იქნებოდა სადეხ რომ იმღერებდა და სად თან გიტარაზე რომ დაუკრავდა და სად რომ იმღერებდა. მიხდი და დავსდევდი ამ ადამიანს და მაქამაგი. შეიძლება რატის შენგან მოვაკლდა დედობრივი ასე ვთქვათ, მზრუნველობა. მარტო დედა არ ვიყავი, მე და მაგარიც საცოლიც ვიყავი და ქალიც ვიყავი, მის ყველაფერი ვიყავი, ყველაფერი. მაგრამ ნუ აღმოჩნდა ბოლოს რომ ვეღარ ვიყავი. ცხოვრება ლატარია. ან გაგიმართლებს, ან არ გაგიმართლებს. როგორ ფიქრობ შენ ცხოვრებაში? მოიგე ლატარია თუ რაღაც განსაკუთრებულ ციფრზელი? ელოდება მაკაშალიკაშვილი რაღაც ციფრს, რომელიც აუცილებლად ამოვა და ლატარიაში გაიმართა. იცი რა, ხო, რაღაცა ისეთი ძალიან ბანალური ფრაზა მithქვავს, ლატარია არ მოიგებან. მე საერთოდ ლატარიას გითქვამს, ხო, მithქვათ. ლატარიას არასოდეს ლატარია არ თამაშობ, საერთოდ არაფერს არ თამაშობ მე. ხო რაღაცები, რაღაცებს რო ყიდულობენ მე ათამაში, არ ვიცი რაღაც რეკავენ, არაფერს არ თამაშობ, რომ არ ვიცი, არ მოვიგებ, ვერ მოვიგებ, აი ეს ვიცი. ძალიან ცუდია სხვათა შორის, აი იქ რომ მე თავს რო შემოუძახო, შეიძლება მართლა მოვიგო. ხო იცი როგორც არის, როგორც მომართავ. აზარტული ხარ? აზარტული ვარ ცხოვრებაში. თამაში არა? არა, არც კაზინოში, არც კარჩი, არაფერში არ თამაშობ. მე ვთამაშობ ცხოვრებით. მიხდი? ოღონდ ცუდად არა და ბოროტად არა. იმიტომ რომ ახლა ცუდად რო თამაშობ, ცუდად მოგიბრუნდება. ნუ ეს ესეთი თემაა, ხო ხტები? რაღაცა. არა, ცუდად არაო. აი ეს თამაშობ, რაღაცეებით თამაშობ, ვიღაცეებით თამაშობ. მიხდი? თავს ირთობას. თავს ვირთობ. შენი პატარა ერთი მსახიობის თეატრი გაქვს. ჩემი ხო, აი რაღაცა. აი ცხოვრებაში ვერ გავიგე. აი ცხოვრებაც ეტყობა. არის ძალიან კარგი, როგორ გითხრა, მე პირად გულისხმობ ამ შემთხვევაში. აი იქ ვერ გავიგე ჯერ რა გამიმართლა და რა მოხდა, არ ვიცი. აი მე მგონი რომ ქმარი თუ რა მნიშვნელობა ქმარი იქნება ის თუ მეგობარი მამაკაცი თუ რაც იქნება, კარგი რეჟისორი უნდა იყოს და კარგი ორკაციანი სპექტაკლი უნდა დადგას, სადაც თვითონ ითამაშებს. მოიმაჯინორია რომ თქვა რომ სპექტაკლი მალე მთავრდება და 2 საათი უნდა გასტანოს და ფარდა იხურებაო, ცხოვრებისეულად როგორ გადა? ნუ რა მნიშვნელობა აქვს ხა 2 საათი გასტანოს 2 საათი.
ოჯახი ორი ადამიანის საქმეა. დიახ. როცა ერთი მხარე უშვებს ოჯახში 1, 2, 3, 4 ადამიანს, იქ უკვე ყველაფერი ინკრება. პირადად მე ვცდილობდი ჩვენს ურთიერთობაში სხვები არ ჩამერია. ჩემმა ყოფილმა ქმარმა კი ვერ შეძლო. იმავეს გაკეთება. ხო. არ ვუარყოფ არაფერს. არა, ეხლა გეტყვი მე ერთ რამეს. წვერის ჩაყოფა. ავტომატურად ჩაერეოდა ყველა. არა მარტო მისი მხარე, ჩემი მხარეც ერეოდა და ერეოდნენ ამაში. იმიტომ ჩაერეოდნენ მარტო იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიყავით დამოუკიდებლები. ჩვენ არ გქონდა ეკონომიურად, ჩვენ არ ვიყავით მყარი წყვილი, მივხვდი? და იმიტომაც აი მაშინ არ თქვი ეთყობა მაინც სწორად. მე არ ვთქვი სწორად. არა, მე არ ვთქვი. იმიტომ რომ არ უნდა ჩაერიოს ის არა ქვია, დედამთილი, ვთქვათ, ჩემი შვილის გაზრდაში. მაშინ თუ არ გინდა რომ ჩაერიოს ან დედამთილი, ან ვინმე შენი შვილის გაზრდაში და შენ გინდა რომ შენი შვილი შენ გაზრდო, მაშინ გაზარდა შენი შვილი შენ. მე არ შემეძლო ჩემი შვილის გაზრდა, მე და ამიტომაც ერეოდნენ ეს ადამიანები. ან მაშინ უნდა წამოსულიყავით ცალკე, დაგვექირავებინა ნიანკა, თუ რაღაც ძიძა და იმას გაეზარდა. და რატისთან ცხოვრობდი? რატისთან ცხოვრობდი? აი, პრინციპში, აი ამაშია საქმე. მივხვდი რას გეუბნები? ერეოდნენ უხეშად, არავინ არ ერეოდა. ისე ბრავო 18 წლის ბიჭმა რომ ამდენი გააკეთა, რომ ოჯახი წინააღმდეგი იყო და მაინც საყვარელ ქალბატონთან ერთად თავისივე ოჯახში. ქალბატონ მაკრინესთან ერთად. ქალბატონ მაკრინესთან ერთად. არა, ისინიც ძალიან კარგები იყვნენ და იმათაც ძალიან ისე მიიღეს ეს ყველაფერი. ნუ რატის უნდა და უნდა. გამოდის რომ რატია ყველაფერში დამნაშავე. არა, ღმერთო ჩემო, რა სიძახი. რატოა დამნაშავე? არავინ არაფერში არ არის. ჩაერია. არა, რა გვექნა? კაი, აღარ გაჩერდი. უნდა ჩარეულიყვნენ და სწორადაც ყველაფერი ისე მოხდა, როგორც საჭირო იყო. მივხვდი? არაფერს არ შეცვლიდი. ვერაფერს ვერ შევცვლიდი იმ წუთას. ესეთი მაკა, რომ ყოფილიყავი, აი ესეთი, ეხლა როგორც ვარ. ყველაფერს შევცვლიდი და დღეს ჩემს გვერდით იქნებოდა როგორც დღეს არიან ის ადამიანები, ჩემი მეგობრები არიან. ესე იგი იციან შეგეშალო. მივხვდი, დაბარა. ძალიან კარგად ვიცი. და ძალიან სწორად მოხდა ის როგორ სხვანაირად არ შეიძლება. ვაიმე, არაფერი არ შემეშალა, არ იყო ჩემი ბრალი. არ ჩემი ბრალი არ იყო, არც რატის ბრალი იყო და თუ იყო 50-50-ზე იყო. საოცრად მაბნევ. ეხლა შენ ხარ ნამდვილად ერთი მსახიობის სპექტაკლი გაოცებული ვარ. სოფიკო ჭიაურელსაც კი გაუკვირდებოდა დედა დედოფალი ხარ ამჯერად. რატო? იმიტომ რომ ერთს ამბობ, შემდეგ მეორეს ამბობ. აი მითხარი. ისეთი მერყევი ხარ შენ? არა, რაც ვამბობ, მითხარი. ჯერ ამბობ რომ ჩემი ბრალი იყო და მივხვდი რა შემეშალაო, შემდეგ იგივენები და არა. ბრალზე არ არის, იცი რა არის? აი შენ არასწორად მეუნები. კარგი. შენი თქვათ, ინიციატივა არ იყო, რატის ინიციატივა იყო, ხო ასეა რომ თქვენ დაშავდით. არა, კალთები არც მე არ დამიგრეჯია და არც რატის. შენ რა შეგეშალა, ესეთი მაკა რომ ყოფილიყავი, ხო ყველაფერი კარგად. ესეთი ეხლა მაკა არის სხვანაირი მაკა, ჩემო კარგო. რატომ ტუჩი რო დაიბერე თუ არა, ტუჩსაც და იმაზეც არ არის. მე ხა ვმუშაობ. მივხვდი რას ხდება, მე ხა ვარ დამოუკიდებელი ქალი, რომელსაც შემიძლია ფული ძალიან მაგარი რაღაცაა რა. შეგიძლია ახლა შენთან იყოს, რატე? რა თქმა უნდა. და რატომ არ არის? ვაიმე, არ არის. იმიტომ რომ ის რაღაცები, რაც მოხდა, რაც გატყდა, რაც გავაფუჭეთ ურთიერთობაში, ის ვეღარ ვაპატიებ, ვეღარ პატიებ ერთმანეთს. ხო არ არის მარტო არა. ფული ძალიან ბევრი რამეა რა. ფული რომ მქონოდა მე აი მე ვაბრალებ, დიყიდდი არ არის. აუ რევს მეუნება ეს გოგო, პირობებს იყიდდი. პირობებს, ხო, პირობებს. Постой, не гони, не везет мне в смерти, повезет в любви. 9 граммов сердца, постой, не гони, не везет мне в смерти, повезет в любви. Не везет мне в смерти, повезет в любви. კარგი ბატონო. მე ვარ ადამიანი, რომელმაც არაფერი არ გავთვალე.
ჩემი ოჯახის შექმნისას არანაირი კომერციული გათვლა არ მქონია. არ მქონია. ამბობ შენ. არ მქონია, რა კომერციულ გათვლაზე იყო საუბარი ხა. მე ისა ვიღაცა ხა 28 წლის გოგო ყველა ეძებს რაღაცა იმას, ხო? ცხოვრებაში მეორე ნახევარს თუ ვიღაცას, რომელიც რაღაც ჩანგალს კოვს დაადე თუ რაღაცა, ხო? ანუ აქედან გამომდინარე, გაუმჯობესება უნდათ თან სიყვარული, თან პირობების გაუმჯობესება, თან ყველაფერი ერთად. ნუ რაღაცა მე კარგები მოხდა. მე პირადად არაფერი არზე არ მიფიქრია. აი ძალიან მიყვარდა ეს პატარა საყვარელი ბიჭი. გიზდებოდი, მტიროდით. მე და ის ესე ვიჯექით ხოლმე ეს ტიროდით. აი სიყვარულს გტიროდით. ისე გვიყვარდა ერთმანეთი. რამელ გათვლაზე იყო, რომ ის 18-ის არის და ის 28 წლის ვარ და ვიღაცა ჭკუჭკუიანესმა ადამიანებმა დღეს როგორ ფიქრობ? აი დღეს როგორ ფიქრობ, რომ უნდა ქალმა თქვათ გათვალოს, ხო? რაღაც დაფისალო მდგავს, აქ უნდა იფიქროს ძალიან ბევრი, ხო? ასე იყო და ვეთანხმები. ანუ შენ თქვათ იმ შემთხვევაში, როდესაც ძალიან გიყვარდა რატი და შენ ფიქრობ, რომ შეიძლება კიდე რატისავით ვინმე შეგიყვარდეს? რატისავით ვერავინ შემიყვარდა, იმიტომ რომ რატი ერთია. რა ხდება? რატი ერთია. ახლა უკვე ტვინს რთავ, ხო? იქ შენ მომავალ ნაბიჯს გათვლი. აღარ გადადგა, ხო? როგორც რატისთან. არა, გავთვლი, რა თქმა უნდა, გავთვლი, ყველაფერს გავთვლი. იგივე, იცი რა არის, მე აი წყვილი, როდესაც აი ფეხმძიმობა უნდა გათვალო. აი ხა მე უნდა დავფეხმძიმდე და უნდა მე 4 თვის შემდეგ უნდა გამიჩნდეს ანუ აი ეს უნდა მოემზადო ყო მე არ ვიყავი მომზადებული რა მიხთი რას გეუბნები კი ვიყავი არ ვიყავი პატარა გოგო 18 წლის გოგო მე არ ვიყავი მაგრამ მე არ ვიყავი ოჯახისთვის არ ვიყავი რომ მე უნდა გავაჩინო შვილი მე უნდა აი და ფეხმძიმობაც იცი როგორ მოხდა აბსოლუტურად ისე აღმოვაჩინე რომ ფეხმძიმეთ ვარ და შოკში ჩავარდი მიხთი ანუ მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი და გავთვლი რა თქმა უნდა. მიყვარს ჩემი საქმე, სამშობლო და პატრიარქი. დანარჩენზე ვერ ვილაპარაკებო ამბობ. მაგრამ ხომ ლაპარაკობ რომ გიყვარს, კიდევ გიყვარს, რატი გიყვარს, რატის დედა გიყვარს? ო მაგრად. უკვე გიყვარს? რას ქვია უკვე გიყვარს? ანუ სულ გიყვარდა რატის დედა? კი. აი როდესაც თქვა რაღაც საშინელებებს. აი ხა იმ დღეს ეს რა საშინელებებს. აი ერთად რო ცხოვრობდით, არ გქონიათ უსიამოვნება და არ გიფიქრე ხომ ერთ არა, როგორ არ მქონია. აქედან. არა, როგორ არ მქონია. მქონია, აბა არ მქონია, კაცო, მაგაზე მეტი რა მქონია. მაგრამ ისა, აი ხა იმ დღეს ვიყავი, რაღაცა ძალიან ცუდად ვიყავი. სახლში. აი ძალიან ცუდად ვიყავი, ცხოთაშორის აი ამან მომწამლა საცმელმა და რაღაცეებმა სადაც. ეს არ მოგწამლა. არა, ამან არა, რაღაცა სხვა სპირტულმა. სპირტიანმა. ხო. მოვიწამლე, გოგო, იცი რა ცუდად ვარ? აი ძალიან ცუდად ვარ. აი ძალიან. და ეს ჩემი და დადის დაბნეული და ის ცხოთაშორის დედამთილი, დედა აქ არ ცხოვრობს, სოფელში ცხოვრობს და ამიტომ მე უყურე რა ხდება. და ეს ჩემი და დაბნეული რაღაცა ესე უყურებ და რაღაცა ქენი მეთქი აი ძალიან ცუდად ვარ თქო და არის ის რეკავს რა დადოდღია და აბორდღიალობს რაღაცებს აი იცი როგორ მომიდა რატის დედა მომიდა რომ დამერეკა და მომეყვანა მაგრამ ვიცოდი რომ არ იყო წასული ზესტაფონში იყო დედის საფლავზე გასული ისეთი მამაკაცი მინდა გვერდით რომელსაც ვეყვარები როგორიც ვარ მაგრამ ქალებს კარგი კაცი მართლა საოცნებო გვაქვს სადღა არიან ნამდვილი კაცები მგონი მამონტებივით გადაშენდნენ ისეთი ადამიანები არიან თითქოს არაფერი არ ადარდებთო რა გჭირთ მამაკაცებო ხომ ყველაფერი კარგად გაქვთ მინდა ვისაც ვეყვარები მინორული ქაოტური არაადეკვატური გიჟი გადარეული თან სევდიანი მაკა შალიკაშვილი მაგ დროს მე გეტყვი რა რაღაც გამწარებული ვიყავი ძალიან და მაგით დავწერე რაღაცა ძალიან ნერვები მომიშალა ერთმა ბიჭმა შეთვის საკმარისია უბრალოდ უყვარდა აი საკმარისია უბრალოდ უყვარდა და მეტი არაფერი აი უბრალოდ მიყვარხარ მაგრამ აი მიყვარხარ ყოველდღე გეტყვი რომ მიყვარხარ მაგრამ ჩემი საქციელი სულ არა რა სისულელია საქმე მან გამოგაჩინა საქმე უნდა აკეთოს ეგრე ასე იყავი გაბრაზებული ეგ გავლილი ამბავია მე ის მობრუნდა და
კაი რაღაცებიც მიიღო. კაი რაღაცებიც მიიღო, მაგრამ კარვა კონკრეტები. ეს მიხდი რას გეუბნები? Kas ნიშნავს? ხო, აბა რა? ყოლია. მოყოლია ეხლა რა გააჩნია რას გულისხმობს? გააჩნია რას გულისხმობ ეხლა შენ მოყოლია. დამცხა, ვაიმე. რასაც გეკითხები იმას? აი ესე იგი მოყოლია მე ძალიან ბევრი მამაკაცთან მაქვს ურთიერთობა. არა. აი ძალიან. არა, ეხლა რატისავით არა, რატი? კაც რატის ეხლა თავი დავანაგეთ რა. ის არის პედესტალზე სხვა ნიშა აქვს, იმას თავისი ნიშა აქვს, თინანოს მამა. მორჩა. აი ის არის სხვა თემაა საერთოდ. მივხვდი რას გეუბნები, ის არის და დარჩება. რატი შემდეგ ხო ყავდა მეგობარი მამაკაცი? ვაიმე იყვნენ მე რამდენი ერთი. მე რა? ვირა? და არც ერთს არ შეუყვარდა გიჟი, ქარიზმა, მაგას. უყვართ გიჟდებიან. კი, ძალიან. შენ არ შეყვარებია და მამაკაცები კი არ გადაშენებულან. მე მაგალითად დღევანდელ კაცებზე ვიყო რაღაცა ან გულ ნატკენი ან ვამბობდერ მათი მისამართით ცუდ რაღაცებს არა. მაკამიცის რა უნდა? იცი რა გინდა? აი შენ თვითონ იცი რა გინდა? არა, ესე ზოგადად როგორ არ ვიცი. მაგრამ რომელი კაცი მინდა არ ვიცი. ხან გინდა, ხან არ გინდა. ხო, აი რა ვიცი რა, ეთყობა იმ ვიღაცას უნდა უნდოდეს, მაგრამ კაცი გინდა შენ. არა, კაცი რატო არ მინდა, ყველა შენ არ გინდა, კაი კაცი. და ყავს, ხო? არა, თავარია განწყობა. არა, კარგი საცვლები. როცა კარგ განწყობაზე ხარ, უფრო მომხიბლელად გამოიყურები. ყველაზე დაუნდობლად ფულს თეთრეულში ხარჯავ. კი, აბა რა. შეიძლება აი რაღაცა სადაკეთებ აფიშირებას მე. შენთვის იყურები ხოლმე ყველაფერს. ხავს კარგი კაბა რატომ მოსწოს? იმიტომ რომ სხვას მოასწონოს, ხო ასეა? კარგი აქსესუარი, იმიტომ რომ სხვას მოაწონოს. კარგი თეთრეული, იმიტომ რომ ხოს მოაწონო. იმას მოაწონო, მაგრამ იცი რა არის? ინტიმურ ადგილას სად გაქვს სვირინგი? და გაქვს, ხო? კი. გაჩვენო, ეხლა ვერ გაჩვენო. ინტიმური, ხო, რა ვიცი, აი აქ. თეწოსთან და რა არის ეს? ზვეზდა. ვარსკვლავი. კი, რომელიც დაფარულია და ბევრი ვერ ხედავს. ცოტა ხედავს. მაგრამ ცოტა? რა ვიცი, ის ცოტაც არ უნდა ხედავდეს. ნანუ. არა, ეს ახალია და ჯერ არავის არ უნახავს. 2 დღის არის? არა, ნუ 2 დღის არ არის. ეხლა რას თარკვევ შენ, რომ რამდენი ხანია? ხო, რა მოხდა? რამდენი ხანია სექსი არ გქონია? რა არ გეტყვი. ნუ მეტყვი. რატო უნდა გითხრა? არ უნდა მითხრა. ტუჩები დავიბერე. ერთადერთი რაც არ მომწონს არის ხურის ოპერაცია, რადგან მიმაჩნია რომ ადამიანის გარეგნობა სრულიად ცვლის. აი ამის ზემოთ ვერ ჩითავს. ამის ზემოთ არა. არა. რატო? არა, მაგრამ ერთხელაც იქნება და გავიკეთე, მგონი რა. აი ხა წარმოგიდგენ მაგ კორსეტს როგორ შეავსებდა. ნახე როგორ მაიქალმა რეებს მიკეთებს. კარგი, არასდროს არაფრისთვის ვიბრძვი, მათ შორის არც კაცისთვის. არ არსებობს, შანსი არ არის. რას ქვია ვიბრძოლო კაცისთვის? რატო უნდა ვიბრძოლო? საერთოდ არაფრისთვის არ ვიბრძვი? იცი რა არის? კარიერისთვის არ ვიბრძოდი, იმისთვის რომ შენ მერე ვარსკვლავი გქონოდა აქ და თავადაც ვარსკვლავი ყოფილიყავი, ამისთვის არ ვიბრძოდი. ეს არა ქვია. აი ეს ფეხი-ფეხზე გადაიდე და თავისით მოვიდა ყველაფერი. არა, არ ვიბრძოდი, როგორ გითხრა, ვიბრძოდი რა მე. ბრძოლა ის. ბრძოლა ის, რომ მე ვარ აქ, ვცხოვრობ, უნდა ელემენტარულად ვიკვებო,
გქონდეს რაღაცა საარსებო წყაროები და ამისათვის მე ყველაზე ძალიან კარგად გამომდის და ვარ მსახიობი და მსახიობს რა უნდა გქონდეს. Როდის ხარ მსახიობი, ხო? როცა გაქვს როლი, თეატრი, თამაშობ. მე აი ეს თუ ბრძოლა არ ვიცი. ამას ყველა ადამიანი აკეთებს. მე ვერ ვამბობ, ვერ ვიტყვი რაღაც განსაკუთრებულად ბრძოლობ და ხმალი მაქვს ხელში და რაღაც. არა, მე ვაკეთებ იმას, რაც უნდა გავაკეთო. ტუჩებში არასდროს არ გიკოცნია მამაკაცისთვის უნების გარეშე? არა, ნუ არ არსებობს. შეიძლება მე მივხვდარო რა რაღაცა. არც მეგობრისთვის? რომ მეგობრებს ტუჩებში არ კოცნიან, ჩემო საყვარელო, ეცეტერაში იყო ესეთი რაღაც. შენ მე ვიცი ხა რასაც ამბობ. ანრი ჯოხაძის ის არის სურათი, სადაც ტუჩებში კოცნიო? არა. ნუ მაშინ მე ვთქვი. შეიძლება არ ვიცი. ხო, ან იყო ესეთი. არის ესეთი ფოტო, სადაც ანდრის უზი ვარ კალთაში და მე გინდა თუ არა ტუჩებში კოცნია და ამ დროს არ კოცნი. ისეთი რაკურსით არის გადაღებული, რომ გონია რომ კოცნი და ამ დროს არ კოცნი. როცა ხედავ რომ გოგო იმ კაცს ეძალება, რომელიც მომწონს და ეს კაცი ჩუმადაა, მაშინ მე გავდივარ თამაშიდან. ვთვლი რომ ამ შემთხვევაში კაცმა უნდა გადაწყვიტოს, მაკა უნდა თუ მაყვალა. ხო, ამბო რა. შენ შემთხვევაში იყო, ბევრი მაყვალა იყო? ძალიან, უიმე ძალიან. ბევრი მაყვალა. უიმე სულ არიან, ეხლაც არის ერთი ტურფა მაყვალა. არის, ეხლაც მაყვალა. ხო, მაგრამ და მე არჩევანი როგორია, მაყვალა თუ მაკა? იმან იკითხოს. მაყვალამ თუ? არა. მაყვალა ჯერ ის მიტოა ის რომ ეს არის რა ქვია. როგორ ადულად თქო პოზიციას? კი. აი ალპაჩინო მომწონს და მას ცოლი დღესაც არ ყავს. ასევე ფრიდონ სულაბერიძე, ზურა ყიფშიძე, ჯემალ ღაღანიძე. დიახ. ხანდახან ვფიქრობ რომ დაბერებული ალპაჩინო სჯობს ძალიან ბევრ წიწკო გონზე რომ არ არის ისეთ ბიჭს. კი. აქ ვის გულისხმობდი წიწკებში? იმას? ვისა? აი იმას. რატის. არა, რატიზე არ არის საუბარი. არა, ამ შემთხვევაში მე რატიზე არ მაქვს საუბარი. მოდი გავანებოთ ამ ადამიანს თავი მართლა. უკვე რომ გქონდეს საუბარი, ისე დაანებე რატის თავი, რომ არ არაბობ. იცი რა არის? მაშინ რატის სხვა თემაა. სხვა თემა, მოდი აი იქ მქონდა აი ეს რომ იცი როგორი რო ეხაცა მქონდა კარები რო დაუკეტე ფანჯრიდან შემოვიდა ფანჯარა გადაუკეტე იქ ტიპი იყო ახალი ფანჯარა გაჭრა მივხვდი აი სხვა რაღაცა იყო რა მაგ ადამიანთან რა მივხვდი და მე ხა მოდი აი ესე ვილაპარაკოთ ისე ზოგადად ვილაპარაკოთ ხო შეხო ნიღაბი მოიხსენე ხო ზოგადად ვილაპარაკოთ აი ჩემი რეჟისორი შალვა გაწერელია 91 წელს გარდაიცვალა ეხლა რამოდენიმე ხნის 40 წარ გასულა დაამტკივა ეს ადამიანი აი ძალიან იცი რა არ მეგონა არა მეგონა მე ყოველთვის ველოდებოდი აი ძალიან ცუდ ზარს ან ამბავს ან ვინმე შემხვდებოდა როდესაც მეტყოდნენ რომ ბატონო შალვა აღარ არისო იცი რა მაგა მუმუშა აღარ არის და ერთხელაც გადაცემა მთავრდება და არის არი რომ ბატონო შალვა გარდაიცვალა და იცი რა ვიფიქრე რომ აი ეს საშინელი დღეც დადგა აი ძალიან ბევრი ფრაზები არის მახსოვს მის ჩემ ცხოვრებაში რაც მას უთქვავს როდესაც 80 წლის გახდა მე როდესაც მას ვკითხეთ ჩვენ სტუდენტებმა რომ აი ბატონო შალვა როგორები არიან ზოგადად ადამიანები თქვენი აზრით თქვენი გადმოსახედიდან და ბატონო შალვა იყო ძალიან ისეთი ენამოსწრებული და აი სულ რაღაცა ისეც გეტყოდა რომ გაგაგიჟებდა რა და მე ვფიქრობ რა ხა ისეც მეტყვის რა იმ გელი უნდა იყოს და სანამ შეგჭამეში ნუ რაღაცა ისეთი ფრაზები რომ ადამიანები ისეთები არიან და
მან თქვა ესეთი რამ, რომ ადამიანები არიან ძალიან კეთილები. უბრალოდ შენ არ უნდა იყო ბეცი და ეს ყოფილი უნდა დაინახო. და მე ვარ ბედნიერი ადამიანი, რომ ჩემს ცხოვრებაში ძალიან გამიმართლა რაღაცები მკითხე, ხო? მე გამიმართლა, აბა არ გამიმართლა. შეიძლება მთელი ცხოვრება ვერ ვნახო ეს მეორე ოხერი თუ ჯანდაბა ჭირი ნახევარი თუ რაღაცა, მაგრამ აი იმდენი კარგი ადამიანი შემხვდა მე ცხოვრებაში და შევხვდი უფლისნებით, რომ როგორ შეიძლება მე არ გამიმართლა ვთქვა. მივხვდი? ეს იყო კითხვები, რომელიც იყო ამონარიდები შენი სხვადასხვა ინტერვიუებიდან და მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო იმისათვის, რომ შენ ასეთი გულწრფელი იყავი ჩემთან. მაგრამ ჩვენ გვაქვს კიდევ 7 კითხვა. თუ რამდენად გიცნობენ მეგობრები, ადამიანები, რომლებიც უბრალოდ იცნობენ მაკა შალიკაშვილს, ქუჩაში გამლელები, რომლებიც გიყურებენ თეატრში, რამდენად წარმოუდგენიათ როგორი ადამიანი ხარ და მოდი ამ 7 კითხვას დაგისვა. ხო, მე გეტყვი და მაინტერესებს და მე გეტყვი ერთ რამეს, რომ იცი რა არის, რაღაცა ერთხელ იყო, რაღაც ზერსკი გოგო ტყავებში, რაღაცა მაკა ბლატაობს, ბლატნოი, რაღაცებს იძახიან ხოლმე ჩემზე. ნუ რაღაცნაირი ისა მაქვს ეტყობა რაღაც ისე ვიცავ რა. მსახიობი ხარ და შენ ხო შენი სპექტაკლი გაქვს და როცა გინდა ერთ როლს ითამაშებ, როცა გინდა მეორე როლს. თუ დღეს ჯულიეტა ხარ, აქედან უგახო. რომეო შეიძლება. რომეო შეიძლება, ხო რა იყო. ძალიან კარგი. როგორ გამოხატავ ემოციას? ემოციური ვარ, საერთოდ. და ემოციურად გამოხატავ. ნუ ძალიან ემოციურად გამოხატავს, შფოთვები ეწყება, ფორიაქობს, მაგრამ ნუ 1-2 ტკბილი სიტყვა ჩემგან და მე ყველაფერი დლაგდება. არ შეიძლება აი თავს შეუკავებლად, აი ძალიან ნუ გაგიხარდეს, არავის არ უშავებ, მაგრამ აი მივხვდი, რაღაცა მინდა შენ გითხრა, აი უცბად, გავბრაზდი და რაღაცები მინდა გითხრა. მოდი რა არ გეტყვი. თავს შევიკავე და არ გეტყვი. კარგია, იმპულსურობა დასძლია ესე იგი. კი. ესე იგი მაიმუნისგან იმით განსხვავდებით, რომ დანიშნული ბანანამდე არ წავალთ და ცეცხლში არ გადავიჩეხებით, გილოცა. ბევრჯერ გადავიჩეხე. ყავა უფრო გიყვარს. იმდენად მისა რა ქვია, აი ეს არ შეეჯახო, ხო იცი, კედეს. აუ არა და. ხო გამოგადგა მე. ხო, აი თავ მткиვა, აი კივა სისხლები მდის იმდენჯერ ნაჭრეობები რაღაცები მაქვს იმდენი მეტაკე ამ კედლებს. ხო შეიძლება ახლა ცოტა თავს გაუფრთხილდე და აღარ დაეტაკო ამ კედელს და აუარო გვერდი 1000 ისინია გზებინა. ხო? რაღაცა. კეთილი რა თქმა უნდა. ყავა უფრო გიყვარს თუ ჩაი მაკა? ყავა მიყვარს დილით მხოლოდ ერთხელ და ჩაი მიყვარს ბევრჯერ. არა. რომელი უფრო გიყვარს, ყავა თუ ჩაი? აი ხე პასუხსაც მერყევად მცემ. ორივე გიყვარს. მაგრამ უფრო რომელი გიყვარს? გააჩნია რა, ეხა ტანკი რაღაც ის რო არის, გააჩნია რა შემთხვევაში. აი გააჩნია, ნუ ხან ყავა. ჩადით ჩაის პაკეტები დაგაქვს ხოლმე. კი. დამაქვს. არა, აი ყავა არ დამაქვს და ჩაის პაკეტი. აი მე ჩანთად რიცი. და მხოლოდ ცხელ წყალს ითხოვ ხოლმე. მხოლოდ, ხო. მაკაო, ჩაის. რომელ ფერს ანიჭებ უპირატესობას? შენი საყვარელი ფერი რა? წითელი. ლურჯი. ნაცრისფერი. როგორი განსხვავებული ტონებია. ხო რა. აუ ძალიან დაგაბნიე. არა, შეთვითონ ხარ ტიპი. ხო რა, რა ვქნა. აი შავი და თეთრის კომბინაცია აი ჩამიცავს და მithქვავს რომ არა, აი ყაბელაზე მაგარია შავი და თეთრი. აი სუშავები რაღაცა ბლეკი მაგარია. ყველაფერი უხდება და ყველაფერი უყვარს მაგას რა. შეგიძლია თუ არა ადამიანებს აფიქრებინა რომ შენი განცდები ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე სინამდვილეში. შემიძლია. კი, შემიძლია. ხარ თუ არა იჭვიანი? ბადმყოფია. ჩემთან ურთიერთობაში და ჩემთან მეგობრობაში არანაირად არ არის ეჭვიანი, არანაირად.
შეგიძლია თუ არა სისულელეები აკეთო ყურადღების მისაქცევად? სულელი ვარ და რაღა ვაკეთო. აღარ მჭირდება რაღაცების გაკეთება. არა. იმდენად ორგანულია ეს თავისი სულელეები, რაც მას აქვს, რომ არა. ვინო მოგეწონა? ძალიან. ერთი ყლუპი. ეს 18 პლუსის ღვინოა და მე მინდა საჩუქრად გადმოგცე შენ. იმისათვის რომ ესე გუწფოთ, დაჭდე ხოლმე. ძალიან გუწფელი ვიყავი, აი მართლა ეს აი დედას გეფიცები რაღაცები. ვაიმე, 18 პლუს. 18 პლუსის გაშენ და ამავდროულად არაჩვეულებრივი მხატვარი ჩვენს გადაცემას შენ მთელი გადაცემის მანძილზე კემო ხატავდა. ვაი. ეს სამახსოვროდ ხდება ჩვენგან. ეს არის ძალიან მაგარი. მაკა შალიკაშვილის კარიკატურა. ნაცხვირი. აბა შემოვატრიალეთ რომ საზოგადოება იხილოს. ტუჯები ნახე როგორი დამიხატა. რატისთან? იმიტომ ხომ არ იყავი რომ უფრო მეტად პოპულარული ყოფილიყავი? რომ ახალგაზრდა ბიჭი შეაცდინა. რატისთან ეხა ვინც იქნება იმას უნდა ეგ. იმათ ენდოვებათ ეგ. შენი ნიღაბი შეგვიძლია აიღო. არ და დიდი მადლობა იმისათვის რომ ჩემთან მობრძანდით 18 პლუსში და მე გეტყვი მე ძალიან გუწფელი ვიყავი. მადლობთ. მაკა შალიკაშვილი იყო ჩემი დღევანდელი სტუმარი, მე კი ერთი კვირით გემშვიდობები. საზიზღარო გოგო. გადაცემის სპონსორია სილამაზის სალონების ქსელი მელანჟი. პროფესიონალთა გუნდის შემოქმედება თქვენთვის. მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი 32, ტელეფონი 229 63 01.